და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ უსაფრთხოების ექსპერტი კოტე ფორჩხიძე. ბატონო კოტე, ძალიან დიდი მადლობა თქვენს და ჩემს მაყურებელს და მსმენელს უგლოცავ ამაღლებას ჩვენი უფლის და რამიც შეგვეწიოს ამ დღის მადლი და ჩვენც აღმდგარიყავით და ჩვენ გულში აღდგომა გვეზეიმოს და ამაღლება ბუნებრივია. ეხლა კი გადავიდეთ მიწიერ საკითხებზე. ბატონო კოტე, ალბათ ცენტრალური მოვლენა მაინც ეს არის ჩინეთის პირველ პირთან შეიძლება ითქვას კარი აუტალახეს, არა? ორი გეოპოლიტიკური ცენტრის ლიდერმა ჯერ ჩავიდა ტრამპი და ამას დაემთხვა რატომღაც ბირთვული წვრთნები, ძალიან მასშტაბური რუსეთის ფედერაციის და შემდეგ ჩავიდა ვლადიმერ პუტინი. კი ბატონო, დიახ, შემდეგ ჩავიდა ვლადიმერ პუტინი და ეს არ იყო მარტო ისეთი ვიზიტი, რაღაცა, ჩემი აზრით, რაღაცის მოსალაპარაკებლად ან ორ ქვეყანას შორის, ორივე შემთხვევაში რაღაცა ხელშეკრულების დასადებად, ეს იყო რაღაცის დემონსტრაცია, ჩემი აზრით და რა იყო სინამდვილეში ამისი მიზანი და რა შედეგი თუ შეიძლება ამას მოხვეს. ხო, მეც გიერთებით ამ მილოცვაში დღეს არის უნიშნელოვანესი დღესასწაული მაცხოვრის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების დღესასწაულია. ულოცავ სრულიად საქართველოს შეეწიოს მისი მადლი და ძალა სრულიად საქართველოს და ჩვენ ყველა აქ ცხოვრებ ადამიანებს, ქართველებს, არაქართველებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩვენს თემას, ძალზედ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს და პრინციპში ეს ყველაფერი არის შედეგი იმ კონფლიქტური ვითარებისა, რაც ორ ძალიან ცხელ წერტილში არის შექმნილი და რომლის მთავარი მოქმედი პირები გახლავთ შეერთებული შტატები და რუსეთი, ხო, ძირითადი, ასე ვთქვათ, წარმმართველი აი ამ სახელმწიფოთა შორის. რა თქმა უნდა, ჩინეთი, რომელიც ერთგვარად ჩრდილში იმყოფებოდა და კულუარებიდან უწევდა დახმარებას კონფლიქტის ამა თუ იმ მონაწილეს. ხო, მხედველობაში ამ შემთხვევაში მაქვს არა ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი, არამედ ირანი და რუსეთი. ირანი და რუსეთი. რაში გამოიხატებოდა ეს დახმარება? ეს დახმარება გამოიხატებოდა სამხედრო ტექნიკური და ფინანსური დახმარებაც მათ შორის. და ეს დახმარება რომ იყო, ამაზე კულუარებში საუბრობდნენ ძალიან მნიშვნელოვნად. ეხლა რაც შეეხება ტრამპის ვიზიტს, პირველი ტრამპის ვიზიტი შედგა და ეს იყო შეთანხმებული. კი, შეთანხმებული იყო, მაგრამ ცოტა გადაიწია გარკვეული პრობლემებისა გამო, რომელიც უშუალოდ შეერთებულ შტატებში შეექმნა კონფლიქტის ზონასთან დაკავშირებით და გამოწვეული იყო ასევე შეერთებული შტატების შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და იმ ოპოზიციური განწყობებით, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამართა სენატმა ბოლოს, ხო? ვიცით, რომ სენატმა მიიღო გადაწყვეტილება 50 ხმით 47-ის წინააღმდეგ და ესე იგი მოამზადა კანონპროექტი, რომელიც უნდა შევიდეს შემდეგ კონგრესში დასამტკიცებლად. პრეზიდენტის მიერ შეარაღებული, ასე ვთქვათ, მოქმედებების წარმოების შეზღუდვის შესახებ. ეს დოკუმენტი არსებობს, ეს დოკუმენტი გამოქვეყნებულია და ბევრის მთქმელია, მინდა ვთქვა, ხო? ტრამპი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა რთული ვითარების წინაშე. მე თქვენს კოლეგასთან, ქალბატონ ეკასთან წინა გადაცემაში ვთქვი ამის შესახებ, რომ ჩინეთში ვიზიტი მას დაჭირდა ერთგვარად სახის შესანარჩუნებლად იმისათვის, რომ პრაქტიკულად აი აქედან გამოსულიყო, ასე ვთქვათ, გამარჯვებულის რანგში, ხო? ტრამპი დღესდღეობით აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ მან მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზნებს, მაგრამ ამავე დროს აანონსებს იმასაც, რომ
ის განაახლებს შეტევით ოპერაციებს და ნაცარტულად აქცევს ირანს, ხო? ეს რამდენად გამოუვა ტრამპის და პუტინის გამოუვა იმ ფონზე, რაზეც ახლა მე თავში ვისაუბრე, ხო? ეს საკითხის მეორე მხარეა. მე ვფიქრობ, თუ მაგალითად ისევ წამოიწყებს ისრაელთან ერთად და ის მარტო არ იქნება განახლებულ, ასე ვთქვათ, თავდასხმებში იგივე ირანის წინააღმდეგ, ხო? და პარალელურად ეს იქნება ღაზას სექტორშიც მიმართული კიდევ და კიდევ მისი საბოლოოდ გაწმენდის მიზნი და ეს დამანგრეველი ისრაელის მიერ წარმოებული ომი, იქ ფაქტიურად შენობა აღარ დარჩა, მინდა გითხრათ და ღაზის მოსახლეობის 80% პალესტინელი ეროვნების, ასე ვთქვათ, მოსახლეობა უკვე ფიქრობს იმაზე, რომ დატოვოს ეს რეგიონი და ეს ადგილი გადაიქცეს ერთგვარად, ასე ვთქვათ, მოსახლეობისაგან დაცლილ ზონად, ხო? თუმცა ეს მიზანი არ არის. ჩვენ თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ტრამპს დაანონსებული ქონდა ეგრეთ წოდებული მსოფლიო საბჭო ღაზის სექტორის აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენ ადრეც გვისაუბრია, რომ ეს იყო მისთვის და ბოლო განცხადებაც ტრამპის ამერიკაზე მურჩეთ და შემდეგ გადავიდეთ რუსეთის მხარეს. და ესე იგი ტრამპს დაანონსებული ქონდა, რომ ის არის ფაქტიური მმართველი აი ამ ღაზას სექტორის და გასაკვირი რაც იყო გამოჩნდა ტონი ბლერის ფიგურა, რომელიც მისი მოადგილის ფუნქციებს ითავსებს, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. რომელიც კათოლიკობა მიიღო, როდესაც ამოწურა ვადა. ხო, კი ბატონო, ესეთი სიტუაცია შექმნილი დღესდღეობით, ხო? ამიტომ თუ ტრამპი განაახლებს დღეს ისევ იმას, რა ქვია, საომარ მოქმედებებს, ხო? მას ექნება ძალიან რთული დამოკიდებულება კონგრესთან და ეს მას ხელს შეუშლის მომავალ კონგრესის არჩევნებზე, რომელიც ნოემბრის თვეში იქნება ჩატარებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ არ არის ძალიან, ასე ვთქვათ, ისეთ მდგომარეობაში პრეზიდენტი ტრამპი და მისი ვიზიტიც ჩასული ჯერ როგორ დახვდნენ ჩინეთში, ხო, დახვდნენ როგორც ეკადრებოდ სტუმართმოყვარე ხალხია ჩინელები და დახვდნენ ისე როგორც უნდა დახვედროდნენ სახელმწიფოს ლიდერს. ხო, მაგრამ ისა რა ქვია ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენა უკვე პუტინის ვიზიტის დროს გაკეთებული სი ძინპინის განცხადება, რამე რო არ შემეშალოს მე აქ წამოვიღე სპეციალურად და წავიკითხავ თუ შეიძლება, ხო და ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი, ქაოტური საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, შეინიშნება ჰეგემონისაგან ერთმხრივი უკონტროლო ქმედებები, ჩინეთმა და რუსეთმა მრავალწლიანი მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მიაღწიონ ეროვნულ აღორძინებას ერთმანეთთან ყოვლის მომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ უმაღლეს ხარისხის საფეხურზე გადაყვანით, რაც შექმნის სამართლიან და გონიერ სისტემას გლობალური მართვისათვის. ძალიან საინტერესო, ესე იგი, ასეთი მნიშვნელოვანი განცხადება სი ძინპინს არ გაუკეთებია ბოლო 25 წლის განმავლობაში. ეს პირდაპირი პრეტენზია, რა? ეს არის პირდაპირი პრეტენზია გლობალური მართვაში, ესე ვთქვათ, ჩინეთის მონაწილეობისა და არა მარტო ჩინეთისა, არამედ როდესაც საუბარია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე რუსეთთან, ეს ნიშნავს ერთობლივ, ასე ვთქვათ, ხო, ერთობლივ მომზადებას და ერთობლივ ჩართვას, შეთანხმებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ერთობლივად დაპირისპირებას. ფაქტიურად ამით ჩინეთმა აირჩია მხარე. ეხლა ჩვენ მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ხო? შედგა რა მოხდა უშუალოდ აი ამ შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტსა და ჩინეთის, ასე ვთქვათ, თავმჯდომარეს შორის, ხო? ეს მთავარი და უმნიშვნელოვანესი, რაც დაანონსდა, ეს იყო 25 წლიანი ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო 25 წლის წინ ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესახებ, აყვანილი იქნა ახალ, ასე ვთქვათ, ხო, ახარისხობრივად უფრო მაღალ მაჩვენებელზე და გაჩნდა სტრატეგიული
თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. იქ დაახლოებით ხელი მოეწერა 40-მდე ასეთი ხელშეკრულების პაკეტს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს, სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ნავთობის, იაფი ნავთობის მიწოდების თემატიკას, ენერგორესურსებით ჩინეთის მომარაგებას, ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას რუსული ფორმატით და ასე შემდეგ ჩინეთის ტერიტორიაზე, რაც იაფი ელექტროენერგიის საშუალებას მიცემს. ანუ რუსეთმა აიღო თავის თავზე ჩინეთის ენერგეტიკული უზრუნველყოფის გადაწყვეტის თემა თან საბაზრო ფასებთან შედარებით ძალიან იაფად. ამის მეორე მხარე ეს არის თანამშრომლობა ეგრეთ წოდებული მაღალი ტექნოლოგიების დარგში და ჩინეთმა აიღო ვალდებულება იმისათვის, რომ რუსეთს მიაწოდოს მაღალ ტექნოლოგიები, ისეთი, რომელიც მისი სამხედრო ტექნიკური პოტენციალის განვითარებას დაჭირდება შემდგომში. და აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომელიც წინ უსწრებდა ამ შეხვედრას, ეს არის წინასწარი განზრახვების ხელმოწერილი დოკუმენტი და მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტსაც მოეწერა ხელი უკვე ჩინეთში ჩასვლის შედეგად პრეზიდენტი პუტინის მხრიდანაც და ჩინეთის ასე ვთქვათ თავმჯდომარის მხრიდანაც, რომ შედგა გარიგება 100 ერთეული თვითმფრინავის მოიერიშესის სუ 30-ის ჩინეთის მხარისთვის გადაცემაზე. თუმცა ჩინეთმა უკვე შეასრულა პირობა და 200 ერთეული საფრენის საშუალება შეიძინა ამერიკის შეერთებულ არა, მე ვიცა ეს არ არის სამხედრო კომპონენტი, ეს არის სამხედრო კომპონენტი ამახვილებ, იმიტომ რომ ეს არსებითი მნიშვნელობის არის. ფაქტიურად ესეთი დაანონსება ხო სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ნიშნავს ერთ რამეს, რომ ყალიბდება ალბათ ერთგვარი ცენტრი, სამხედრო პოლიტიკური ბლოკი, რომელშიაც მონაწილეობას მიიღებს და ამას ნათლავენ სხვათა შორის მრავალპოლუსიან სამყაროდ, მაგრამ ეს ესე ნამდვილად არ არის. სამხედრო წარმმართველი ამ შემთხვევაში იქნება ალბათ რუსეთი, ხოლო ეკონომიკური მდგენელის შემადგენელი ძირითადი, ასე ვთქვათ, მოტორი ამ შემთხვევაში იქნება ჩინეთი. ვის უნდა დაუპირისპირდეს, ხო? ანუ ეს ორპოლუსია ფაქტობრივად. ხო, ფაქტობრივად ეს არის ორპოლუსიანი სამყარო, რომელიც შემდგომ შემოიტანს ეგრეთ წოდებული შეკავების პოლიტიკას დაფუძნებულ ზუსტად აი ამ ატომური იარაღით ჟღარუნის და ასე ვთქვათ საზოგადოების დაზაფხვის ხერხებს, ხო? უნებრივია. და სწორედ ამაში ჯდება ეს თქვენი შეკითხვაც, რომ 19-დან 21 რიცხვამდე რუსეთმა თავისი, ასე ვთქვათ, ატომური ძალების წრთვნები დაიწყო და ის ამ წრთნებს მინდა გითხრათ ატარებს ყოველწლიურად და ამაში მონაწილეობა მიიღო 64,000-მა დაახლოებით სამხედრო მოსამსახურე, ხო? გარდა ამისა, ეს არის მანიშნებელი და მიმანიშნებელი იმისი, რომ მომავალში აი ამ ბლოკების ჩამოყალიბების შედეგად, ხო, პრინციპში იქნება მთავარი წარმმართველი პოლიტიკა, შეკავების პოლიტიკა. ანუ პრინციპში ცივი ომის ვარიანტი მსოფლიო უბრუნდება დაახლოებით მსოფლიო უბრუნდება დაახლოებით იმ რეალობას, რა რეალობაც იყო საბჭოთა პერიოდში, ამ დაპირისპირებული ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების დროინდელ ცივი ომის პერიოდზე მაგ გამახვილებული ამ შემთხვევაში ყურადღება. მისი ანალოგი შეიძლება იქნას ჩამოყალიბებული და ალბათ აქეთკენ წავა მსოფლიო ჩემი აზრით, ჩემი მოსაზრებით, არა მარტო ჩემი მოსაზრებით. ბევრი ექსპერტი გამოთქვავს აი ამ ისა. თუ შეიძლება რეკლამის გუნდა შეგაწყვეტინოთ ძალიან დიდი ბოდიში რეკლამის გამო ჩვენ მცირე ხით გემშვიდობებით მალე დავბრუნდებით და მოვიდეთ.
შებრუნდებით განაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან კოტე ფორჩხეზესთან ერთად და ბატონ კოტე აუცილებლად უნდა გკითხოთ ეს და გახშირდა დრონებით თავდასხმა ეს ბუნებრივი არის ახლა გასაგებია უკრაინა იბრძვის რუსეთთან და დაისხმება თავსაბარას სიზამს მაგრამ საცხოვრებელ სახლებზე და რაც რუსეთისთვის უფრო მტკივნეულია ვთქვათ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე და ცენტრალურ რუსეთში დაიხურაო ვთქვათ აი ეს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები ეს არის მეოთხედი მთელი ნავთობის სიმძლავრისა რუსეთის ფედერაციის ესე იგი რუსეთსაც არა კარგად არა ხო მაგის გვამიდა კი ბატონო იმიტომ რომ ეკონომიკურად მას რთულად აქვს საქმე და შიგნითაც ალბათ რთულად აქვს ქვეყნის შიგნით საჰაერო თავდაცვის კუთხით ძალიან ბევრი პრობლემაა დიახ და თითქოს და ეს არის ერთგვარი რაღაცნაირად იძულება რომ დრონებს ვისგანაც იღებს ლაპარაკია ევროპის მსხვილ ქვეყნებზე რომ მათზე მიიტანოს იერიში რუსეთმა და შეიძლება სომხეთიდანაც ხო არ იღებს ხო და სომხეთში სომხეთმა შექმნა ასეთი მაღალი ტექნოლოგიების წარმოების სამხედრო ტექნიკის წარმოების ხო და იქ არ გამოთქმულა და არ დაკონკრეტებულა კონკრეტულად რაზეა საუბარი მაგრამ დიდი ეჭვი არსებობს იმისთვის რომ ეს არის დრონების ქარხანა რომელსაც ის აწვდის ამ შემთხვევაში უკრაინა ხო ორ ქვეყანას არ დასახელებულა იქ ქვეყანა მაგრამ სავარაუდოდ შეიძლება ვივარაუდოთ რომ ერთ-ერთი ქვეყანა გახლავთ უკრაინა ამ შემთხვევაში ეხლა რაც შეეხება ამ შეტევებს ხო ამ შეტევებს ბუნებრივია მოყვება შესაბამისი პასუხიც მაგრამ ეს არ იქნება ატომური პასუხი რა იმიტომ რომ დღეს ფრონტზე შექმნილია ძალიან რთული ვითარება ამას მე არ ვამბობ იქიდან რომ ძალიან რთული ვითარება ხალხი იღუპება ბუნებრივია და აი ამ სისხლის ყრელომში ხო უკრაინელებს ძალიან უჭირთ კომპლექტაცია საჰაერო თავდაცვის სისტემებისა დღეს ფაქტიურად უკვე რუსეთმა მიაღწია საჰაერო ზეცაში ის რა ქვია ბატონობას და ეს სიტუაცია ზუსტად შექმნა შეერთებული შტატების იმ პოზიციებმა რა პოზიციაც მის ადმინისტრაციას ჰქონდა ხო და მარტო ევროპის ხარჯზე ამ ტაურასების იმედზე ხო ვერ იქნებოდა ხო იქაც ამოწურვადი რესურსია ეს ყველაფერი და ბუნებრივია შეიქმნა ესეთი ვითარება რომ დღეს ძალიან არ არის სახარბიელო ვითარება ზუსტად აი ამ საჰაერო თავდაცვის კუთხით უკრაინული შეიარაღებული ძალებისათვის ხო ეს გაცილებით მეტი მსხვერპლი შეიძლება იყოს იქ აღარ არის იცით აი და არც ერთი მხარე აღარ ცდილობს აი ესეთი ოპერაციები რომელიც ჩვენ ნახეთ დიდი მასშტაბის შეტევები და კონჩეტევები ხო ასეთი რამე არ არის ძალიან ნელ-ნელა მცირე ძალებით და ძირითადად მთელი დატვირთვა უკვე გადატანილია იმ სტრატეგიაზე რაც შეერთებულ შტატებს ჰქონდა წლების განმავლობაში მათ შორის ხო რა თქმა უნდა ჰაერში უპირატესობის მოპოვების საშუალება ფაქტიურად ის ანადგურებს მთელ ინფრასტრუქტურას რუსეთი ანადგურებს ქალაქებს იმისათვის რომ ამ ქალაქების აღდგენა ხო ძვირი დაჯდეს და ფაქტიურად იქ ქმნის აი როგორ სივრცეს იცით ფაქტიურად იქ საცხოვრებელი არაფერი არ იქნება რა იმიტომ რომ თამარაშენს ეს ერთ გადაუარეს ტრაქტორებით ეხლა ეს თამარაშენი ჩვენთვის იგივე სქემაა დაახლოებით იგივე სქემაა ხო ეს ომია უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ხო და ამ ომში ვერავის მხარეზე ვერ უნდა ვიყოთ ორივე მხრიდან დანაკარგი ჩვენთვის ძალიან მძიმე ასატანია მინდა ვთქვა იმიტომ რომ ეს ჩვენ საკუთარ თავზეც გამოვცადეთ 2008-ში მართალია მცირე ძალიან მცირე ჩვენთვის დიდი განმავლობაში მაგრამ ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი დარტყმა მინდა ვთქვა ამიტომ ველოდოთ ალბათ პასუხი იქნება ზუსტად აი ამ მიმართულებით საჰაერო დაბომბებით артиллериო საშუალებებით ისკანდერებით რაკეტებით დრონებით და არ გასცდება უკრაინის ტერიტორიას თქვენი აზრით? რა. აი ეს დაბომბვები პასუხი. პასუხი როგორ არის იცით? პასუხი შეიძლება იყოს წერტილოვანი დარტყმები იმ შემთხვევაში თუ მაგალითად უკრაინის გარეთ. და ამ ხრივ მოწყვლადი გახლავთ ეგრეთ წოდებული ბალტიის ქვეყნები, იმიტომ რომ ბალტიის ქვეყნებში ახლა ისეთი შემთხვევა მოხდა ძალიან ის უკრაინული დრონი ჩამოაგდო ნატოს თვითმფრინავა, ხო?
უკვე ისე აქვთ უკვე ერთმანეთში არეული ყველაფერი აიზილა ხო და თავში საფარში ჩავიდნენ ძალიან რთული სიტუაცია იქ ტბა არის რაღაც ესტონეთში და იმ ტბასთან ჩამოვარდა ზუსტად ის დრონი რომელიც მიფრინავდა კარგად ვიცით სადაც ხო ალბათ ამ პეტერბურგზე თავდასხმისათვის უფრო პეტერბურგი აი პეტერბურგი უფრო გამოიყვანს წყობიდანო პუტინს როგორც ამბობენ პეტერბურგის დაბომბვა და ხო ეს ხო ქალაქია მათთვის სიმბოლოა რუსეთის სიმბოლოა ფაქტიურად ხო ისიც ძველი დედაქალაქი და ასე შემდეგ პეტრეს აშენებული ქალაქია და ამიტომ ეს ძალიან მძიმე დარტყმა და სხვადასხვა იყო პეტერბურგზე დარტყმა მაგრამ ისეთი სიხშირის არ ყოფილა როგორც მოსკოვზე და როგორც იმ რაიონებზე რომელიც უშუალოდ უკრაინას ესაზღვრება ბელგოროდის ოლქი კურსკის ოლქი და ასე შემდეგ ანუ დარტყმას უნდა ველოდოთ და ჩვენი სამწუხაროდ კი რა თქმა უნდა ველოდოთ მაგრამ ჩვენ უნდა ველოდოთ კულუარულ ჩარევასაც იმისათვის რომ ეს ომი შეწყდეს და თუ კონფლიქტი გაჩერდა ორივე კონფლიქტი ერთად გაჩერდება მინდა ვთქვა ნუ პრინციპში ალბათ გაჩერება უკეთესია კონფლიქტი ძალიან დიდი იმისათვის როდესაც ეს პოლუსები უკვე ჩამოყალიბდებიან გავლენის ზონებზე და ეს ამის ნიშნები უკვე არის კი ბატონო გამოიკვეთა ძალიან დიდი მადლობა ბატონო ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს მე გემშვიდობებით 16 საათზე 00 წუთზე თქვენ უყურებთ რეალურ პოლიტიკას მაქსიმ შევჩენკოსთან და მალხაზ გულაშვილთან ერთად ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე და მე გემშვიდობებით საქართველოს